Tuberculozem bრძოლის ახალი სტრატეგია განიხილეს დღეს თბილისის მერიოდში. სტრატეგია საჭილახსურების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ შეიმუშავა. ახალი სტრატეგიის თანახმად საჭილახსურების ყველა დაწესებულებაში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამიდან თითო სპეციალისტი იქნება მიმაგრებული, რომელიც დაავადების ადრეულ გამოვლენაზე და გავრცელების პრევენციაზე და მკურნალობაზე იმუშავებს. შეხვედრას ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშეძე და სახალხო დამცველი გიორგი ტულუშიც ესწრებოდნენ. ახალი სტრატეგია შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებს იმისათვის, რომ მოხდეს ტუბერკულოზის დროული გამოვლენა, მკურნალობა და რა თქმა უნდა გავრცელების პრევენცია პენიტენციურ სისტემაში. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს სტრატეგია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ტუბერკულოზის პრობლემას ძირეულად ბოლო მოეყოს პენიტენციურ სისტემაში, ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს წლის განმავლობაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანა, რომ მიუხედავად იმისა, ეს არის საჭილახსურების მყოფი პირი თუ გარეთ, თითოეული შემთხვევა იყოს დროულად დიაგნოსტირებული, სწორედ დამკურნალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, იმიტომ რომ საერთო ძალებით შეიძლება მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარება. სტრატეგიის არსებობა არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა სტრატეგია სჭირდება განხორციელება. მე დარწმუნებული ვარ, მექნება საშუალება მთელი წლის განმავლობაში დავაკვირდეთ, თუ როგორ ხდება რეალურად სტრატეგიით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა და შესაბამისად წლის ბოლოს მომეცემ ალბათ საშუალება უკვე დავდო კონკრეტული დასკვნა.